500 წლის წინ კაცი, რომელიც აწამეს, ყველაფერი წაართვეს და ტოსკანის სოფელში, ერთ ძველ ფერმაში გადაასახლეს. ხის მაგიდასთან დაჯდა და წერილი მისწერა თავის ერთადერთ დარჩენილ მეგობარს. ამ წერილში ის არც უწუნებდა, არ ითხოვდა შებრალებას. მან აღწერა რაღაც ბევრად უფრო საშიში. აღწერა თუ რა არის რეალურად ცხოვრება. არა ის ვერსია, რომელიც შენმა მშობლებმა მოკრიდეს. არა ის ვერსია, რომელსაც რელიგიები ქადაგებენ. არა ის სამოტივაციო ზღაპარი, სადაც მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება და კარგი ხალხი ყოველთვის იგებს. მან აღწერა ადამიანის ფუნქციონირების უხეში ოპერატიული სქემა და ის თუ როგორ ყლაპავს სამყარო მათ, ვინც უარს ამბობს მის გაგებაზე. მისი სახელი იყო ნიკოლო მაკიაველი. და ის არაკომფორტული სიმართლე, რომელიც მან თავის ნაშრომებში ჩაშიფრა, 5 საუკუნის განმავლობაში განზრახ იყო არასწორად ინტერპრეტირებული, შერბილებული და დამარხული. იმიტომ რომ ძალაუფლება ვერ გადარჩება, როცა ჩვეულებრივ ადამიანებს ესმით მისი მექანიკა. ის, რაც მაკიაველიმ არ მოაჩინა, არ იყო პოლიტიკური თეორია, არამედ თავად ცხოვრების დიაგნოზი. და ამ ვიდეოს ბოლოს შენ დაინახავ ყოველ ურთიერთობას, ყოველ მარცხს, ყოველ ღალატს, რაც კი ოდესმე გამოგიცდია, იმდენად ზუსტი ლინზიდან, რომ მოგეჩვენება თითქოს ვიღაცამ შუქიანთო ოთახში, სადაც მთელი ცხოვრება ბნელში იჯექი. მაგრამ მის ნაშრომში ღრმად არის დამარხული ერთი პრინციპი. რაღაც, რასაც მეცნიერთა უმეტესობა საერთოდ ტოვებს, რომელიც ცვლის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგები შენი არსებობის მომდევნო 10 წლეულს. მოდი დავიწყოთ. თავი პირველი, წერილი მკვდრეთით. 1513 წლის 10 დეკემბერი. 44 წლის კაცი ზის ტოსკანის სოფელ სანტ-ანდრეა-ინ-პერკუსინაში, ფლორენციიდან სამხრეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში. 14 თვით ადრე ის იყო ფლორენციის რესპუბლიკის მდივანი, დიპლომატი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს მეფეებთან, მეთაურობდა მილიციას და იჯდა იტალიის ყველაზე საშიში კაცების პირისპირ. შემდეგ მედიჩები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მას შეთქმულებაში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და აწამეს, სტრაპადოს მეთოდით, წამების ფორმით, სადაც სხეული ზურგს უკან შეკრული მაჯებით არის ჩამოგიდებული, სანამ ხრები არ ამოვარდება. მან არაფერი აღიარა, რადგან საღიარებელი არაფერი იყო. გაათავისუფლეს, ჩამოართვეს ტიტული და გაგზავნეს დასაყოფად თავისი ოჯახის პატარა ფერმაში. და ის სწორედ აქ დაეცემოდა ადამიანების უმეტესობა. აქ დანებდებოდა ნებისმიერი ჩვეულებრივი კაცის სიმწარეს, ღვინოს, უმნიშვნელობის ნელ-ნელა ლპობას. მაკიაველი არ დანებდა. თავის მეგობარ ფრანჩესკო ვეტორისთან მიწერილ წერილში მან აღწერა თავისი ყოველდღიური რუტინა. დილით ის მართავდა თავის დაანგრეულ მამულს და კაპიკებზე ეკამათებოდა შეშის გამყიდველებს. ნაშუა დღეს ადგილობრივ ტავერნაში მიდიოდა. ფულზე თამაშობდა ყასაბთან და მეწისქვილესთან და ისე ხმამაღლა ყვიროდა ბანკოს თამაშისას, რომ მეზობელ ქალაქშიც კი ესმოდათ. ეს იყო წვრილმანი, ვულგარული, მის დონეზე დაბლამდგომი რუტინა. მაგრამ შემდეგ, როცა დგებოდა საღამო, სწორედ აქ გარდაიქმნებოდა წერილი ავტობიოგრაფიიდან გამოცხადებად. ის წერდა: საღამოს დადგომისას უბრუნდები ჩემს სახლში და შევდივარ ჩემს კაბინეტში. და კართან ვიხდი დღის ტანსაცმელს, ტალახითა და მტვრით დაფარულს და ვიცვამ სამოს, სამეფოსა და კარისკაცურს. და სათანადოდ შემოსილი შევდივარ უძველესი კაცების უძველეს კარებში, სადაც მათ მიერ სიყვარულით მიღებული ვიკვებები იმ საკვებით, რომელიც მხოლოდ ჩემია და რომლისთვისაც მე დავიბადე. წარმოიდგინე კაცი, რომელიც ტალახში იყო ამოსვლილი, ბედისგან დამცირებული, სამყაროსგან იგნორირებული. იმ წამს, როცა ის ამ ოთახში შედიოდა, უარს ამბობდა პატარა ყოფილიყო. იცვამდა ამ შეხვედრისთვის. მკვდარ ფილოსოფოსებთან საუბარს ის თავისი დღის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრად მიიჩნევდა. და სწორედ ამ ოთახში, სიმდიდრისგან, სტატუსისგან და ძალაუფლებისგან განძარცულმა დაწერა მთავარი წიგნი, რომელმაც შეცვალა დასავლეთის გაგება ძალაუფლების, ადამიანური ბუნებისა და თავად რეალობის შესახებ. ალბათ გაინტერესებს, რატო არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი და რატომ გიყვები. იმიტომ რომ მაკიაველის ცხოვრება არის პირველი გაკვეთილი მის ფილოსოფიაში. მას უბედურებაზე თეორიები სასახლიდან არ დაუწერია. მან დაწერა ცხოვრების ოპერატიული სახელმძღვანელო მაშინ, როდესაც ცხოვრება აქტიურად ცდილობდა მის განადგურებას. და პირველი პრინციპი, რომელიც მან ამოიღო, ის, რაზეც სხვა ყველაფერია დაყრდნობილი ასეთია. ცხოვრება არ აჯილდოებს სიკეთეს, ის აჯილდოებს სიზუსტეს. არა დამიზნების სიზუსტეს, არამედ აღქმის სიზუსტეს. უნარს დაინახო ადამიანები, სისტემები და საკუთარი თავი იმ დამახინჯების გარეშე, რომელსაც გაძლევს შენი სურვილი, რომ რაღაც სიმართლე იყოს.
ადამიანების უმეტესობა ისე კვდება, რომ ამას ვერასდროს აღწევს. ისინი ცხოვრობენ ზღაპარში. ამბავში, სადაც ლოიალურობა გიბრუნდება, ძალისხმევა ფასდება და სამყაროს სამართლიანობის გრძნობა აქვს. მაკიაველი ასეთ ადამიანებს ვიღაც სხვისი ამბიციისთვის ნედლეულს უწოდებდა. არა იმიტომ, რომ ზძულდა ისინი, არამედ იმიტომ, რომ ქირურგიული სიზუსტით აკვირდებოდა თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში სამყარო. და ის მუშაობს ლოგიკით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან. თავი მეორე, მანქანის ბუნება. წიგნში მსჯელობანი ტიტუს ლივიუსზე მაკიაველიმ ჩამოაყალიბა თავისი ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დაკვირვება. მან დაწერა, რომ ყველა ადამიანი ბოროტია და ისინი სწორად მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც იძულებულნი არიან. ადამიანების უმეტესობა ამ ფრაზის გაგონებისას თრთის. ეს ჟღერს ცინიკურად, ექსტრემალურად, მიზანთროპიულად. მაგრამ მაკიაველი მორალურ განცხადებას არ აკეთებდა. ის აკეთებდა საინჟინრო განცხადებას. იფიქრე ამაზე, როგორც გრავიტაციაზე. გრავიტაცია ბოროტი არ არის. მას არ სძულს კაცი, რომელიც კლდიდან ვარდება. ის უბრალოდ მუშაობს. ის ძალაა. და თუ გესმის, ის შეგიძლია ააშენო ხიდები, თვითმფრინავები, ცათამბჯენები. თუ უარყოფ მას, მიწა შენთვის არ დარბილდება. გახსოვდეს, ადამიანის პირადი ინტერესი გრავიტაციის ფსიქოლოგიური ექვივალენტია. ეს ნაკლი არ არის. ეს არის ძრავი. როცა მაკიაველი თქვა, რომ ადამიანები ბოროტები არიან, ის გულისხმობდა, რომ ნებისმიერი ადამიანი საკმარისი წნეხის ქვეშ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის გადარჩენას, კომფორტს, სტატუსს, შენსაზე წინ. არა იმიტომ, რომ ისინი ბოროტმოქმედები არიან, იმიტომ, რომ ადამიანი ასია მოწყობილი. და გამონაკლისები, რომლებსაც შენ ებრაუჭები, მეგობარი, რომელიც არასოდეს გიღალატებს, პარტნიორი, რომელსაც მართლა უპირობოდ უყვარხარ, მაკიაველი გეტყოდა, შენ ჯერ არ გამოგიყენებია საკმარისი წნეხი ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ეს სიმწარე არ არის. ეს გათავისუფლებაა. იმიტომ, რომ იმ წამს, როცა ამ ოპერატიულ პრინციპს იღებ, წყვეთ შოკირებულად ყოფნას. წყვეთ ტკივილის მიღებას იმისგან, რაც პროგნოზირებადია. წყვეთ ინდივიდების დადანაშაულებას იმაში, რომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათი ბუნება კარნახობს. და იწყებ შენი ცხოვრების აშენება საძირკველზე, რომელსაც რეალურად შეუძლია წონის გაძლება და არა სხვა ადამიანების დაპირებების ქვიშაზე. 1494 წელს ფლორენციამ ეს გაკვეთილი რეალურ დროში გამოსცადა. ქალაქს მედიჩები 60 წლის განმავლობაში მართავდნენ კულტურული პატრონაჟისა და ფინანსური манипуляციების კომბინაციით. როდესაც საფრანგეთის მეფე შარლ მერვე 30,000-იანი არმიით შეიჭრა იტალიაში, მედიჩები ერთ ღამეში ჩამოიშალდნენ. პიერო დე მედიჩიმ, ლორენცოს შვილმა, საკუთარი ტყავის გადასარჩინად ფლორენციის ციხესიმაგრეები ფრანგებს უბრძოლველად გადასცა. მოქალაქეები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ადიდებდნენ მედიჩებს, მათ წინააღმდეგ რამდენიმე საათში შემოტრიალდნენ. სასახლე გაიძარცვა. ოჯახი გადაასახლეს. არავის ახსოვდა ხელოვნება, რომელიც მათ დააფინანსეს. არავის ახსოვდა ფესტივალები. პირადი ინტერესების მანქანა ჩაირთო და 10 წლეულების ლოიალურო დილის ნისლივით აორთქლდა. მაკიაველი 25 წლის იყო, როცა ამას უყურებდა. მას ეს არასოდეს დავიწყებია და არც შენ უნდა დაგავიწყდეს. შენს ცხოვრებაში ყველა ლოიალურია იმ პირობების მიმართ, რომლებიც ლოიალურობას კომფორტულს ხდის. შეცვალე პირობები და დაინახავ, რა იყო ნამდვილი და რა იყო პერფორმანსი. ეს არ ნიშნავს, რომ არავის უნდა ენდო. ეს ნიშნავს, რომ უნდა გესმოდეს ნდობის არქიტექტურა. ნდობა გრძნობა არ არის, ის სტრუქტურაა. და როგორც ნებისმიერი სტრუქტურა, ის მოითხოვს შენარჩუნებას, ინსპექტირებას და იმ გულწრფელ აღიარებას, რომ საკმარისი წნეხის ქვეშ არც ერთი მასალა არ ძლებს სამუდამოდ. აი აქ შორდება მაკიაველის ფილოსოფია ყოველ სამოტივაციო სიტყვას, რაც გიოდეს მე მოგისმენია. მას არ ჯეროდა, რომ შეგეძლო გამხდარიყავი ნებისმიერი ვინც გინდა. მას არ ჯეროდა შეუზღუდავი პოტენციალის. მას ჯეროდა რაღაც ბევრად უფრო საშიშის და ბევრად უფრო სასარგებლოსი. მაკიაველის ჯეროდა, რომ ცხოვრება არის ომი ორ ძალას შორის და შენი ბედი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელს გვებავ. პირველ ძალას მან უწოდა ვირტუ. ეს სიტყვა საუკუნეების განმავლობაში არასწორად ითარგმნებოდა როგორც სათნოება. ეს არ არის სათნოება. მას არანაირი კავშირი არ აქვს სიკარგესთან. ვირტუ უფრო ახლოსაა ეფექტურ ძალასთან. ეს არის უნარის, ეშმაკობის, მტკიცე გადაწყვეტილების, ენერგიის, გამბედაობისა და სტრატეგიული ინტელექტის კომბინაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს თავს მოახვიოს თავისი ნება-გარემოებებს. ეს არის თვისება, რომელიც აშენებს იმპერიებს და იხსნის მსჯავრდებულებს. ეს არის კუნთი, რომელიც უკანაწვება ქაოსს.
მეორე ძალას მან უწოდა ფორტუნა. ისევ და ისევ ეს არ არის იღბალი თანამედროვე გაგებით. ფორტუნა არის მოვლენების ბრმა, გულგრილი, დესტრუქციული ნიაღვარი, რომელსაც არც ერთი ადამიანი არ აკონტროლებს. დაავადება, ეკონომიკური კოლაფსი, დაბადების შემთხვევითობა, ღალატი, რომელსაც ვერ ხედავდი, შესაძლებლობა, რომელიც 10 წლით გვიან მოდის. მაკიაველიმ ფორტუნა შეადარა ადიდებულ მდინარეს, ძალადობრივის, არაპროგნოზირებაც და რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი თავის გზაზე. და იმ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც დღეს არ უნდა დაგაძინოს. მან თქვა, რომ ფორტუნა მართავს ადამიანთა საქმეების დაახლოებით ნახევარს. ნახევარს გესმის? ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების ნახევარი, შედეგი, დასასრული მთლიანად შენს კონტროლს მირმაა. არანაირი დისციპლინა, დაგეგმვა ან ბრწყინვალება არ შეცვლის ამას. მაგრამ მეორე ნახევარი ეკუთვნის ვირტუსს და ეგ ნახევარი არის ადგილი, სადაც ყველაფერი წყდება. ადამიანების უმეტესობა ფლანგავს თავის ვირტუსს, რეალურად მოქმედების უნარს, ისეთ რაღაცებზე, რასაც მნიშვნელობა არ აქვს. ინტერნეტში უცნობებთან კამათზე, ურთიერთობებზე, რომლებიც წლები ამკვდარია, კარიერაზე, რომელიც ვიღაცა სხვისთვის აირჩიეს, ჩვევებზე, რომლებიც დროს კლავს, მაგრამ არაფერს აშენებს. და შემდეგ, როდესაც ფორტუნა ურტყამს, როდესაც წყალდიდობა მოდის, მათ აღარაფერი რჩებათ. არც დამცავი ჯებირები, არც რეზერვები, არც სტრუქტურა. ისინი დგანან ღია მინდორზე და ევედრებიან მდინარეს იყოს კეთილი. ადიდებული მდინარე კი არასოდეს არის კეთილი. მაკიაველის გზავნილი ქირურგიულია. შენ არ შეგიძლია აკონტროლო ის, რაც თავს გატყდება, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო, ხარ თუ არა მზად ამისთვის. და განსხვავება ამ ორ წინადადებას შორის არის განსხვავება განვლილ ცხოვრებასა და გასაძლებ ცხოვრებას შორის. ფრანჩესკო სფორცას ესმოდა ეს. დაიბადა რა დაქირავებულთა ოჯახში 1401 წელს. მას არ ჰქონდა სიმდიდრე, ტიტული, არც კეთილშობილი სისხლი. რაც მას ჰქონდა, იყო ვირტუ, უხეში, შეუბრალებელი სტრატეგიული ძალა. ომის, პოლიტიკური მანევრირებისა და დაუნდობელი ალიანსების აშენების 10 წლეულების განმავლობაში მან საკუთარი თავი მილანის ჰერცოგად აქცია. არა მემკვიდრეობით, არამედ ქმედებით, რომელიც გამოყენებული იქნა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ფორტუნამ ამის შესაძლებლობა მისცა. ის უყურებდა, ის ელოდა და როდესაც ნაბრალი გაჩნდა, იმოქმედა ისეთი სისასტიკით, რომ უკან დასახევი გზა აღარ დატოვა. მისი წარმატება გაგრძელდა, რადგან ის თავად გამოიმუშავა. შეადარეთ ეს მათ, ვინც მემკვიდრეობით იღებს პოზიციას, ვისაც გარემოებები ჩუქნიან ძალაუფლებას და შეამქნოთ პატერნს, რომელიც მაკიაველიმ იტალიის ისტორიის საუკუნეებში დააფიქსირა. ძალაუფლება, რომელსაც გაძლევენ, ყოველთვის უკან მიაქვთ. ძალაუფლება, რომელსაც აშენებ, უძლებს დროს. რას ნიშნავს ეს ჩემთვის? შეწყვიტე ლოცვა უკეთესი პირობებისთვის. დაიწყე იმ შიდა არქიტექტურის აშენება, რომელიც გაქცევს სახიფათოდ გარემოებების მიუხედავად. შენი საქმე არ არის შტორმის გაკონტროლება. შენი საქმეა იყო ისეთი ადამიანი, რომელიც შტორმში გაივლის და მეორე ბოლოში უფრო ბასრი გამოვა. თავი მესამე, ნიღაბი და სახე. ყველა ხედავს იმას, რადაც ჩანხარ, მაგრამ ცოტა თუ განიცდის იმას, რაც სინამდვილეში ხარ და ის ცოტა ვერ ბედავს დაუპირისპირდეს ბევრის აზრს. წერდა მაკიაველი მთავარის მე-18 თავში. ეს არ არის ფრაზა მოტყუებაზე, ეს არის ფრაზა საზოგადოების ფუნდამენტურ ოპერაციულ სისტემაზე. ჩვენ ცხოვრობ ზედაპირების სამყაროში. ადამიანები არ გაფასებენ შენი შინაგანი რეალობის საფუძველზე, არამედ იმ სიგნალების საფუძველზე, რომლებსაც ასხივებ. შენი პოზის, შენი ტონის, შენი თანმიმდევრულობის, იმ ისტორიების მიხედვით, რომლებსაც სხვები ყვებიან შენზე, როცა ოთახში არ ხარ. და შემზარავი სიმართლე ის არის, რომ სიგნალი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. მაკიაველიმ აღნიშნა, რომ პრინცი უნდა ჩანდეს მოწყალე, ერთგული, ჰუმანური, გულწრფელი და რელიგიური. და სინამდვილეშიც ასეთი უნდა იყოს, როცა ეს შესაძლებელია. მაგრამ როდესაც სიტუაცია საპირისპიროს მოითხოვს, მან უნდა შეძლოს მყისიერად საპირისპიროზე გადართვა. არა იმიტომ, რომ მორალი შეუსაბამოა, არამედ იმიტომ, რომ სიხისტე, მუდმივი ცვლილებების სამყაროში სასიკვდილო განაჩენია. აი სად კითხულობენ მას არასწორად. გონიათ, რომ ის თვალთმაქცობას ურჩევს. არა, ის ურჩევს ადაპტირებას. გავიხსენოთ აგათოკლე სირაკუზელი, მეკოთნეს შვილი, რომელიც გახდა უძველესი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერძნული ქალაქის ტირანი. მაკიაველი მას განიხილავს მერვე თავში და მისი ანალიზი ყინულივით ცივია. აგათოკლე აღზევდა მკვლელობის, ღალატისა და გათვლილი სისასტიკის გზით. მან გაიმარჯვა და 10 წლეულების განმავლობაში შეინარჩუნა ძალაუფლება. და მაინც მაკიაველი ამბობს,
რომ მისი გამარჯვებები არ შეიძლება მიეწელოს ვირტუს. რატომ? იმიტომ რომ საშუალებებმა, რომლებიც აგათოკლემ გამოიყენა, გაანადგურა ნდობის ის ქსოვილი, რომელიც გრძელვადიან ძალაუფლებას მდგრაცხდის. მან მოიგო ყველა ბრძოლა, მაგრამ არასოდეს ეძინა კართან მსველის გარეშე. ის მართავდა, მაგრამ არასოდეს მეფობდა. გაკვეთილი ქირურგიულია. შენ შეგიძლია იცრუო, ითაღლითო, იმანიპულირო, რომ მწვერვალზე მოხვდე. ბევრს უქნია ასე, მაგრამ დანარჩენ ცხოვრებას გაატარებ ამ ტყუილის შენარჩუნებაში. მუდმივი მოტყუების ენერგეტიკული ღირებულება კატასტროფულია. საბოლოოდ ნიღაბი ერწყმის სახეს და შენ ვეღარ ხვდები რომელია ნამდვილი. მაკიაველის რეალური რჩევა ბევრად უფრო დახვეწილია. გახდი ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება უნარების გაყალბება, მაგრამ რომელსაც ესმის, რომ სამყარო ზედაპირებს კითხულობს და რომელიც ამიტომ უზრუნველყოფს, რომ ზედაპირი ზუსტად წარმოადგენდეს მის ქვემოთ არსებულ სიღრმეს. შენ ცხოვრებაში ეს ითარგმნება პრინციპად, რომელიც 10 წლეულების გაურკვევლობას აგარიდებს თავიდან. შეწყვიტე მცდელობა, რომ გაგიგონ. დაიწყე, იყო უდაო, ანუ undeniable. ადამიანები, რომლებიც წლებს ხარჯავენ საკუთარი თავის ახსნაში, თავიანთი გადაწყვეტილებების გამართლებაში, არჩევანის დაცვაში, საკუთარი ფასეულობის მტკიცებაში, სრულიად არასწორ თამაშს თამაშობენ. თამაში არის შედეგები. თამაში არის დემონსტრირებული კომპეტენცია. თამაში არის ისეთი დაუნდობელი თანმიმდევრულობით გამოჩენა, რომ ზედაპირი და შინაარსი ერთი და იგივე რამ გახდეს. როდესაც არ არის უფსკრული იმას შორის, რასაც პროეცირებ და რასაც რეალურად წარმოადგენ, შენ ხდები რაღაც ძალიან იშვიათი. ადამიანი, რომლის დესტაბილიზაციაც შეუძლებელია მხილებით, იმიტომ რომ სამხილებელი არაფერია. თავი მეოთხე, ციკლი, რომელიც შთანთქავს ცივილიზაციებს. წიგნის პირველ ნაწილში მაკიაველი აღწერს რაღაცას, რაც შეგაწუხებს, რადგან შენ მას შენ საკუთარ ცხოვრებაში ამოიცნობ. მან შენიშნა, რომ ყველა რესპუბლიკა, ყველა იმპერია, ძალაუფლების ყველა სისტემა მიყვება ციკლს, რომელიც პრაქტიკულად გარდაუვალია. ძალა წარმოშობს წესრიგს. წესრიგი წარმოშობს კეთილდღეობას. კეთილდღეობა წარმოშობს კომფორტს. კომფორტი წარმოშობს სისუსტეს. სისუსტე წარმოშობს კოლაფსს და ნანგრევებიდან ახალი ციკლი იწყება. ეს იდეა მაკიაველის არ გამოუგონია. ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა მსგავსი ციკლი საუკუნეებით ადრე აღწერა, მაგრამ მაკიაველიმ დაამატა რაღაც, რაც პოლიბიოს გამოეპარა. ციკლის მამოძრავებელი ძრავა თავად ადამიანის ბუნებაა. იგივე ამბიცია, რომელიც აშენებს იმპერიას, არის ამბიცია, რომელიც საბოლოოდ ხრწნის მას. იგივე შიმშილი, რომელიც ამოძრავებს დამფუძნებელს, არის შიმშილი, რომელიც შთანთქავს მის შვილიშვილებს. რომი არ დაეცა ბარბაროსების გამო. რომი დაეცა, რადგან რომაელებმა შეწყვიტეს რომაელობა. ფუფუნებამ შეცვალა სიმკაცრე, გართობამ შეცვალა სამოქალაქო მოვალეობა. პური და სანახაობა ჩაენაცვლა იმ დისციპლინებს, რომლებმაც ააშენეს რესპუბლიკა. იმ დროისთვის, როდესაც გარე საფრთხეები გამოჩნდნენ, შიდა ალპობას უკვე თავისი საქმე გაკეთებული ჰქონდა. ეხლა მოარგე ეს ლინზა შენს საკუთარ არსებობას. ყველა ადამიანი გადის ამ ციკლს, მათი უმეტესობა, გაუცნობიერებლად. შენ იბრძვი რაღაცისთვის, აშენებ რაღაცას, აღწევ სტაბილურობის რაღაც ვერსიას. და შემდეგ ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, ამ სტაბილურობის კომფორტი იწყებს იმ დისციპლინის დაშლას, რომელმაც ის შექმნა. წყვეთ ვარჯიშს, წყვეთ სწავლას, წყვეთ კითხვების დასმას, მიყვები დინებას. და იმ წამს, როცა დინებას მიყვები, მდინარე იწყებს ადიდებას. მაკიაველის გამოსავალი ერთ-ერთი ყველაზე არაინტუიტიური რეცეპტია ფილოსოფიაში. ის ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მან გააკეთა რადიკალური განცხადება, რომ რომის რესპუბლიკის ფრაქციული არეულობები მუდმივი შეტაკება სენატსა და პლებეებს შორის სისუსტე კი არ იყო, ისინი იყო რომის სიდიადის წყარო. ხახუნმა სისტემა ცოცხლად შეინარჩუნა. დაძაბულობამ ხელი შეუშალა დალპობას. ბრძოლა, რომელსაც გაურბიხარ, არის ზუსტად ის, რაც გაწრთობს. დისკომფორტი, რომელიც გაღიზიანებს, არის იმუნური სისტემა, რომელიც ხელს უშლის დაშლას. კამათი, რომელსაც გაურბიხარ, არის საუბარი, რომელმაც შეიძლება ურთიერთობა გადაარჩინოს. კომფორტი არ არის ჯილდო. კომფორტი არის ანესთეზია, რომელიც შეყავთ ოპერაციის წინ, რომელზეც შენ თანხმობა არ მიგიცია. თავი მეხუთე, აუცილებლობის ხელოვნება. არის სიტყვა, რომელიც მაკიაველის ნაშრომებში თითქმის რელიგიური სიხშირით ხვდება. აუცილებლობა. ის ამტკიცებდა, რომ აუცილებლობა არის ადამიანის ხასიათის დიდი მოქანდაკე. როდესაც კაცი კომფორტულადაა, ის არაფერს ავლენს საკუთარ თავზე, რადგან მისგან არაფერს ითხოვენ. მაგრამ დააყენე ეგ იგივე კაცი ნამდვილი ძნეხის ქვეშ,
წაართვი უსაფრთხოების ბადეები, აიძულე იმოქმედოს ან დაიღუპოს და პირველად დაინახავ, ვინ არის ის სინამდვილეში. სწორედ ამიტომ აღნიშნა მაკიაველიმ, რომ უდიდესი ლიდერები, ყველაზე ბასრი გონებები, ყველაზე საშიში სტრატეგები, თითქმის ყველა მათგანი გამოიჭედა დებრივაციაში, ანუ ჩამორთმევაში და გაჭირვებაში და არა პრივილეგიაში. მათ ნიჭი კი არ გამოარჩევდათ, არამედ ფაქტი, რომ აუცილებლობამ დაწვა ყველა ვარიანტი, გარდა საუკეთესოობისა. ის წერდა, რომ ზოგჯერ უმაღლესი სიბრძნე შეიძლება არის სიმულაცია გაუკეთოს სისულელეს. არა იმიტომ, რომ სისულელე სტრატეგიაა, არამედ იმიტომ, რომ როდესაც სამყარო სათანადოდ არ გაფასებს, როდესაც ადამიანები ჩამოგწერენ, როდესაც შესრულების წნეხი მოხსნილია, შენ გეძლევა რაღაც ფასდაუდებელი. ეს არის დრო. დრო, რომ ააშენო ჩარევის გარეშე. დრო, რომ დააგვირდეს შეუმჩნევლად. დრო, რომ მოემზადო იმ მომენტისთვის, როდესაც გამოხვალ მინდვრის კიდიდან და პირდაპირ დაფის ცენტრში დადგები. თავად მაკიაველიმ ასე იცხოვრა 14 წელი გადასახლების შემდეგ. წერდა, სწავლობდა, ესწრებოდა ფლორენციელი ინტელექტუალების შეხვედრებში, 2 ცელარის ბაღებში, წერდა კომედიებს, ქმნიდა პოეზიას და ხვეწდა დაკვირვებებს, რომლებიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებდა დასავლეთის ისტორიაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ აზრს. არც ერთი მათგანი არ ყოფილა აღიარებული მისი სიცოცხლის განმავლობაში. ის გადაიცვალა 1527 წელს, ღარიბი და ძირითადად დავიწყებული. მთავარი გამოქვეყნდა მისი სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ. მან თესლი დათესა მინდორში, რომლის მოსალსაც ვერასოდეს აიღებდა. და ეს შეიძლება იყოს ყველაზე ღრმა გაკვეთილი. რადგან ადამიანების უმეტესობა არ გააკეთებს საქმეს, თუ ჯილდო ხილული არ არის, თუ ტაში არ ისმის, თუ ანაზღაურება მკისიერი არ არის. მაკიაველი ამას მსახურის მენტალიტეტს უწოდებდა. ადამიანი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე უყურებს. ვირტუს მქონე ადამიანი მოქმედებს იმიტომ, რომ თავად სამუშაო არის საკუთარი თავის არქიტექტურა. არა იმიტომ, რომ ის დაჯილდოვდება, არამედ იმიტომ, რომ ამის გარეშე შენ ხარ უბრალოდ ცხოველი, რომელიც სტიმულზე რეაგირებს. თავი მე-6. ცხოვრება, როგორც მას მაკიაველი ხედავდა. დაიბადე სამყაროში, რომელსაც შენ არ ადარდებ, არა მთრულად, არამედ გულგრილად. მდინარეს არ სძულს სახლი, რომელსაც თბორავს, ის უბრალოდ მოძრაობს. დაბადებიდან გაშემორტმული იყავი ადვი ადამიანებით, რომლებსაც ეყვარები, როცა ეს მოსახერხებელია და მიგატოვებენ, როცა ეს ასე არ არის. არა იმიტომ, რომ ისინი ბოროტები არიან, იმიტომ, რომ პირადი ინტერესი ადამიანის ფსიქოლოგიის გრავიტაციაა და გრავიტაცია დასვენების დღეებს არ იღებს. შენ მოგეცა სხეული, რომელიც ლპება, გონება, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს და დროის ფანჯარა, რომელიც იმაზე მოკლია, ვიდრე შენ გონია. რაც თავს გადაგხდება, იმის ნახევარს გადაწყვეტენ ძალები, რომლებსაც ვერ ხედავ, ვერ იწინასწარმეტყველებ და ვერ გააკონტროლებ. და პასუხი ამ ყველაფერზე, მაკიაველიური პასუხი, არ არის სასოწარკვეთა. ეს არის სიზუსტე. ააშენე შენი ვირტუ. არა მაღვიძარების და პროტეინის შეიგების ყალბი დისციპლინა, ნამდვილი. უნარი დაინახო სამყარო ისეთი, როგორიც არის და იარო მასში თვალის დახამხამების გარეშე. უნარი დაკარგო ყველაფერი და მაინც გქონდეს შინაგანი არქიტექტურა თავიდან ასაშენებლად. უნარი წაიკითხო ადამიანები არა ისე, როგორც შენ გინდა რომ იყვნენ, არამედ ისე, როგორც მათი ქმედებები ამტკიცებენ რომ არიან. მოემზადე ფორტუნასთვის, ააშენე ჯებირები წყალდიდობამდე. განავითარე უნარები, რომლებსაც ვერავინ წაგართმევს. შექმენი ურთიერთობები, რომლებიც გამოცდილია და არა მხოლოდ სასიამოვნო. დაზოგე, როცა კრიზისი არ არის, რათა კრიზისის დადგომისას მათხოვრობა არ მოგიწიოს. მიიღე ციკლი, იცოდე რომ შენი კომფორტი დროებითია, იცოდე რომ შენი ძალა გამოიცდება. იცოდე რომ იმ წამს, როცა დაიჯერებ რომ მიაღწიე, მიწა შენს ფეხქვეშ მოძრაობას დაიწყებს. და რაც მთავარია, იმოქმედე, რადგან მაკიაველის ყველაზე ღრმა ზიზღი ბოროტებისთვის არ იყო განკუთვნილი. ის პასიური ადამიანებისთვის იყო შემონახული. იმ კაცისთვის, ვინც უყურებს, როგორ იწვის სამყარო თავისი ფანჯრიდან და ამბობს, მე რა შემიძლია გავაკეთო. იმ კაცისთვის, ვისაც მისცეს ხელები, ფეხები, გონება და დრო და ფლანგავს ოთხივეს ნებართვის მოლოდინში. მაკიაველი აფრთხილებდა, რომ ღმერთს სურს ადამიანებმა იმოქმედონ და არა დასხდნენ და დაელოდონ მოვლენებს. გწამს თუ არა ღმერთის ეს პრინციპი სასიკვდილოა თავისი სიცხადით. სამყარო უმოქმედობას უფრო მკაცრად ჭის, ვიდრე არასწორ ქმედებას. იმ კაცმა მაინც, ვინც არასწორად იმოზრავა, შექმნა მონაცემები. კაცმა, რომელიც ერთ ადგილას იდგა, არაფერი შექმნა. იმ ფერმაში, სანტ-ანდრეაში, ტალახითა და ვალებით დაფარული და ამოვარდნილი მხრების ტკივილით,
კაცი ყოველ საღამოს ჯდებოდა, იცვამდა ერთადერთ ღირსებას, რაც დარჩა და აშენებდა რაღაცას, რაც გადარჩებოდა ყველა იმ ადამიანზე მეთხანს, ვინც მის განადგურებას ცდილობდა. ის არ ელოდა, როდის მიიწვეოდა სამყარო უკან. მან შექმნა ისეთი რამ, რის იგნორირებაც სამყაროს არ შეეძლო. აი ეგ არის გაკვეთილი. არა სტრატეგია, არა მანიპულაცია, არა ცივსისხლიანი ძალაუფლების თამაშები. გაკვეთილი არის ეს. ცხოვრება წაგართნევს ყველაფერს, რისიც ართმევად შეუძლია. შენი ერთადერთი სვლა არის, გახდე ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ხელახლა აშენებას იმით, რაც დარჩება. 500 წლის შემდეგ მისი სიტყვები კვლავ ჭრის. მისი მტრები მტრად იქცნენ და შენ ზიხარ აქ, კითხულობ მკვდარი, გადასახლებული კაცის წერილს და გძნობ, რომ რაღაც ინაცვლებს შენს ვკერდში. ეს ძვრა ვირტუს გაღვიძებაა. არ მისცემას უკან დაძინების უფლება. შეგხვდები ჩრდილში.